Საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომაზე პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშიც განიხილა. უწყების მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ სრული ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს ლაშა თორდიამ წარუდგინა და კონკრეტულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა. თორდიას განცხადებით აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან 47% შესრულდა, რაც მისი აზრით დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი არ არის. უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და აუდიტის სამსახურისთვის სრული დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. შესრულების მაჩვენებელი ყურადღება გამახვილებული ჩვენი რეკომენდაციების შესრულებას. უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ ის ძირითადი ვალდებულება, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს საზოგადოების წინაშე. ეს არის მათი თანხების ეკონომიურად და ეფექტიანად განკარგვა. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაურევლობა, პოლიტიკური ასე ვთქვათ, განცხადებები იყოს შორს აუდიტის სამსახურიდან და მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს აკეთონ თავიანთი საქმე. დასკვნაში წერია ძალიან ბევრი იმისთან დაკავშირებით, რომ არის სრულიად ქართული ოცნება არის ხელისუფლება, რომელიც მასშტაბური და სისტემური პრობლემა არის კორუფცია როგორც შესყიდვების დროს, ისე დაგეგმვის დროს, ასევე ძალიან სერიოზული პრობლემებია. პრემია დანამატები საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე თავარი დასკვნები მიმართულებით არის საპარლამენტო უნდა გააძლიეროს კონტროლი სახელმწიფო აუდიტზე და რაც თავარია მეორე მხრივ პარალელურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტის მაქსიმალური დამოუკიდებლობა.